ხო, აი წინა ეპიზოდის ცუდი მატჩები უნდა ამოვიტანო დღეს რა. მათი ქულები ყველანაირად უნდა ამოვქაჩოთ, თორემ ისე ლიგას ვერ მოვიგებ. მოგესალმებით ძმებო, მოგესალმებით, დაგიბრუნდით eFootball Mobile-ის My League-ის სეზონ 4-ის მომდევნო ეპიზოდით მე-5? ხო, მე მგონი მე-5. სანამ ვიდეო გაგრძელდება, დაალაიქეთ ეს ვიდეო. გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარზღელაკი. ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ. დავიწყოთ პირდაპირ. ოკეი, დავიწყოთ პირველი მატჩი ლეგენდაზე და ნახოთ აბა შეძლებს თუ არა ჩემი გუნდი დაკამბექებას. ნუ სტრიპსები ორი წამით აი ესე იყოს და აი ესე. და ნუ ჩემი ხა პირველი იმით დავიწყებ რა, პირველი ფორმით. ვინ არის ხოძე? რუმენი გიკარხო. რა ხდება? კაი. Let's go. წავიდა აბა. იმედი მაქვს რაღაცა მინიმალური ანგარიშით არ მოვიგებ, ან თუნდაც მით უმეტეს არ წავაგე, ანუ წაგება არ განიხილება ყველა ვარიანტში. ან უნდა მოვიგო, ან ყველაზე ცუდ ვარიანტში ფრე უნდა ვითამაშო რა. დაიწყო პირველი ტაიმი. აბა, პირველივე წუთებში ძალიან კარგი შეტევა გვაქვს. მესი, კარგი იყო ლეო. ერთი პასი რაიკარდი. დავარტყათ, მოდი რაიკარდი, კარგი ბურთი მოხსნა, გრძელდება ჩვენ შეტევა? არა, გამოიტანე საბოლოოდ ბურთი. პუიოლ. ირვინი, გულიტი, რიბერი. აბა, ჩაწოდება უფრა, კარგი ჩაგდება რუმე! კარლ-ჰაინც რუმენიგი, აბა რა ბიჭო. აუ რა კარგი ჩაგდება იყო იქ ტრიველასი. რიბერი იმენა ჩაუბზრიალა რუმეს და ეხა რუმენიგი თაურებში ძალიან კარგია. აბა რა, 1-0 განმეორებით ნახოთ აუცილებლად ეს მომენტი. აი ნახეთ აქ ოპა, ტრიველათი ძალიან კარგად ჩაუგდო და რომემაც გაიტანა. კი ბატონო, 1-0 დაწინაურდა ჩემი გუნდი. და იმედი მაქვს არ გავჩერდები ამაზე და კიდევ მეტ გოლს გავიტან და მანქანებს მადლობა რომ ესე ძალიან ჩააჭერენ ხოლმე. კაი ბატონო, კაი. მშვენიერი, იდეალური, გადასარევი, გენიალური. ეს ჩემი ტრადიციული სიტყვა. მე-16 წუთი. აბა, ირვინი კარგი იყო აქა, პასი რიბერიზე, გავუყოლოთ რუმეს. ნედვედი გარბის გვერდზე მესი ეხსნება. აბა, ლეო. კარგი იყო მესი. ჩავახვიოთ, მოდი. რა სიძახი ძმაო, რა სიძახი. 2-0 მე-19 წუთზე უკვე 2-0-ია ანგარიში. მესი გატანილი გოლის ავტორი, ნუ თავის სტილში რა, თავისებურად თავის სტილში მაინც გაიტანა. აი აქ ნახოთ განმეორებით აუცილებლად. აქ რა კარგი იყო და ჩამოიწია, ჩაახვია. 2-0. კარგია. მშვენიერი ძმაო, მშვენიერი. ნახოთ აბა როგორ გვიპასუხებს მოწინააღმდეგე ამ გოლზე, იზამს თუ არა რამეს, ნახოთ. და კიდე აი იმენა გოლებით უნდა ამოვავსო აუცილებლად, იმიტომ რომ სერიოზული კამბექი მჭირდება, აქ ფრთხილად უნდა ვიყო, დემეშელისი კარგი იყო ამ მომენტში. პირდაპირ მესისკენ. ვახ, ბიჭო რა პასიაო, გარგამოსულიყო, მე კარ რა იქნებოდა. რიბერი. რაიკარდი რა კარგია აქ. რუმე. ვაიმე! აუ, რატო დავარტყი, მე კიდე მაგარი ვარ რა. ახლა კარგად შეტევაზე, მე-40 წუთია და კარლოს რომერო კარგი პასი. და აი რა უაზრო გოლები გამდის რა. ანუ გურდნი, რა გჭირს ძმაო, რა უაზრო გოლები გაგდის. 1-2 შეამცირა სხვაობამ ამ გუნდმა. ლიცენზირებული რო იყოს რა კარგი იქნება. მიდი, რაიკარდო, აიმე, რაიკარდამდე ეს ბურთი არ მივიდა, თორე ისე დაარტყავდა, ჩააკლავდა მეკარეს კარებში. 2 წუთი დაამატა პირველ ტაიმს. მეტი არც დაუმატებიან. მე მეგონა რომ ერთ 3 წუთს მაინც დაუმატებდა. ანუ გოლების პონჩი გულიტი, ვახ, ჩემი, ნუ ოკეი. კაი. პირველი ტაიმი დასრულდება იდეაში. კი ბატონო. დასრულდა პირველი ტაიმი, 1-2, ნუ ვიგებ. კაი, ატრაკებ კოკა. 51-49-ზე ბურთის ფლობა. ნახოთ მეორე ტაიმში რას ვიზავ უკვე. თქვენ იქამდე შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარზღელაკი. ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ. ვახ ჩემ. და 47 წუთი, აბა. აქ. რაიკარდი. გაყოლება გულიტის მიმართულებით. კარგი პასი რიბერიზე, გულიტ. კარგად გაითამაშეს რიბერიმ და გულიტიმ. ხო, გულიტმა თუ გულიტიმ და ნედვედი. 3-1.
აუ რა ცხელა ჩემი ხო არ გადაო. ნუ ნედვედმა გახადა 3-1 ანგარიში მატჩის 51 წუთზე. განმეორებით აუცილებლად ეს მომენტი. ისევ რიბერის ასისტი. რიბერი მოკლედ 2 ასისტი მიიწერა დღეს. კაია, 3-1. 99 წუთია, ვნახოთ აბა რამდენ წუთს დაამატებს არბიტრი მთავარ დროს. 4 წუთი დაემატა მთავარ დროს და აქ არც ისე კარგი პასი. არც ისე კი არა, საერთოდ ცუდი პასი. სად იყო და სად გაუყოლა? ნუ კაი. კურტუა გავისროლთ პირდაპირ და 3-1 დიდი ალბათობით, აბა 2 წამი დამაცადე შეტევა პლატინი. აუ არა, კაი. ოკეი, 3-1. ოპა, რაღაცა შევასრულე, რაღაცა მისია. კი ბატონო. პირველი მატჩი, ნუ წარმატებით დავასრულეთ 51-49-ზე, კვლავ ბურთისფლობა და გადავიდეთ უკვე მეორე მატჩზე. ნახოთ აბა ვისთან გვექნება თამაში მეორე მატჩში. 4-0 მოიგო ატლეტიკომ. ბიჭო, ატლეტიკო დამანებე თავის შემეში, წადი უკან. მადრიდის რეალი ჩააყენე მეორეზე. ლას პალმასი და შემდგომ უკვე ბილბაოს ატლეტიკთან კი მატჩი. ლეგენდაზე გავუშვათ ესეც. დაალაიქეთ მე ეს ვიდეო აუცილებლად და გამოიწერეთ არხი. უდიდესი მადლობა ყველას წინასწარ 5000 გამომწერამდე უნდა ავიდე იმენა. ახ ჩემი რა რთული ყოფილა 5000 გამომწერამდე ასვლა. ოკეი, გადავიდეთ შეტევაზე. გაათამაშა რომენ ბურთი და დაიწყო პირველი ტაიმი. ბიჭო რა ვიძმაო რა 53 წუთია და ჯერჯერობით ვერაფერი და რაღაცა ძალიან ისეთი მოსაწყენი მატჩი გამოდის ერთ წამს აბა აქ 1 წუთი რიბერი მოდი ასი გულიძე გულიტი მაინც გავიტანე 46 წუთზე გაიტანა გულიტმა და გაატანა გასახდელში ბურთი ალეკას ხო 1-0 ნახო განმეორებით აქ რიბერის ბიჭო რიბერი მე ასისტებს შორის ძალიან მაგარი ანუ ეს ამ ვიდეოში რაღაცა ასისტებით კარგად აქვს დაწყებული და იმედი მაქვს ბოლომდე ეგრე გააგრძელებს და გოლსაც შემოგთავაზებს იმედი მაქვს 1-0 მინიმალური ანგარიში დასრულდა პირველი ტაიმი 42-58-ზე ფურცლობა და 0 რა თქმა უნდა ყველაფერი ანუ ძალიან არალოგურია რა ზოგჯერ იმიტომ რომ ჩემზე მეტი ის აქვს რა ვქვა მაგას პოზიციის მაჩვენებელი რა ბურთისფლობა აქვს ჩემზე მეტი პოზიციის მაჩვენებელი არა ისა და 0-0 ყველაფერი ანუ რაღაცა მომენტები მაინც ხონდა გქონდეთ მაგრამ არა ძმებო არა აქვს მე 80 წუთია უკვე აბა 1-0 მიმდინარეობს ჯერ მატჩი ბელეტი პლატინი მოდი გავუყოლოთ ბატისტუტას რა კარგი გაყოლება ბატისტუტას კენჭემი ხო არ გადაო და ბატისტუტა ამას გაიტანს აბა რასიზავს გაიტანს ვა 93 წუთზე ბატისტუტამ 2-0 გახადა ანგარიში ეს აი არ ვიცი ძალიან მაგარი გაყოლება იყო პლატინიმ ძალიან მაგრა გაუყოლა ძმაო ენახეთ განმეორებით აუ რა კარგი გაყოლება იყო და ეხლა ბატისტუტა ამას რო არ გამაზავდა იცით ალბათ თქვენც კაი 2-0 98 წუთი გადმოვიდნენ ახლა ისინი შეტევაზე უფ რა კარგად გაითამაშეს აქ ჩაწოდება გამოიტანე აბა რა საღოლ რა იკარტკერდა პლატინი დევიდ ვილია 5 წუთი და ნუ 2-0 თუ 2-1 თუ 3-0 არა ნუ ბოლო შეტევა ალბათ მაცდის ამას ფორლანი ვერა 2-0 კი ბატონო შვენიერი 2-დან 2 მოგება და კიდევ 2 მატჩი დამრჩა კიმაჩა გერდა ერთი მატჩი დამრჩა კიმაჩამდე და მე უკვე კიმაჩი კი ბატონო ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ ნიკო ვილიამს შენ რა უნდა გიყო ოპა 1-1 ატლეტიკო რეალი ვახ ჩემი ჩავიდა უკან კარგად ატლეტიკო კარგად კაი 22 მატჩდეი ლას პალმასის წინააღმდეგ მომიწევს თამაში ხო ნუ ბევრი მატჩი არს დარჩა ნუ იდეაში კი აქვს შანსი ახლა ყველა მატჩი თუ წავაგე რა თქმა უნდა აქვს შანსი და ყველა მატჩი ესე თუ გავაგრძელე რა თქმა უნდა ჩემია ყველა ვარიანტში თასი დავიწყეთ შეგახსენეთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო უეჭველი ძმებო თავიდან 100 ლაიქი ხო იყო ეხლა გავიზარდეთ რა ყველაზე ხარ და მინიმუმ 200 ლაიქი მაინც უნდა გქონდეს ამ ვიდეოს მინიმუმ 200 ლაიქი და ნუ ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ აბა გადავიდეთ შეტევაზე გაათამაშეს ბურთი ლას პალმასის ფეხბურთელებმა და დაიწყო პირველი ტაიმი 13 წუთი ბელეტი კარგი იყო ამ მომენტში რუმე მესი
აბა მესი რა კარგია, ლეო წამოვიდა დაიზრა თვითონ მესი, რა კარგია მესი. ანკარა მესი, აი მენა ეგიყო რა. აი მენა ეგიყო. ოღონდ პროსტა იქ ცოტა მეტი ფეხბურთელი მოატყვა და მე კარეს მოატყვა, მაგრამ ნუ თითქმის. ანკარა მესი, ინდეს მესი, გოლ. ო, საღოლ, ბიჭო, რა სოლორანი შემოგთავაზა მესიმ, ბრავო, მართლაც რომ მენა აი გოუთია ეს კაცი რა. ვაიმე, შენი კინაღა მეორეზე წავედი ხა მესით. 36 წუთია კარლეს პუიოლი რა კარგი პასი რუმეს მიმართულებით. რუმე, რა კარგი ხარ პასი მესიზე, ვაიმე, არ გამომივიდა ბიჭო გადაცემა. აუ, რუმენიგი რა კარგი იყო რა და მაგ მომენტში და. კაი, ოპა, გულიტი რა კარგია. აბა, ჩაუწოდოთ. რა გათამაშება. ვახ, გულიტი X რუმე. რა კარგად მოიპარა გულიტმა ბურთიდან, ნუ ეხა ჩაწოდებაში ამ თაურებში ძალიან კარგია რუმენიგი რა, ძალიან კარგია რა, იქ რა კარგად გაიხსნა, რა კარგად წამოვიდა წინ და 2-0 ლას პალმასის წინააღმდეგ ბარსელონა ჯერჯერობით ვერ ანადგურებს, მაგრამ უგებს ლას პალმას 1-2 და უკვე იქნება განადგურება. კარლეს პუიოლი რა კარგია ამ მომენტში, ირვინი წინ პასი, გარდა გვერდზე. ყოველთ ნედვედი, რუმე საღოლ ბრატ, აი ეს უკვე არის განადგურება. რა დაემართა მათ? აუ, ძმებო, ამაზე რა უმეტი მახსენდება, იცით? პორტუგალია ესპანეთი რო იყო, აი რაღაცა ისე გამახსენდა 2018-ში. 3-3 რო დასრულდა. დეხიას რო გაუძრო აი ესე ფეხებს შორის. რონალდომ რო დაურტყა, აუ, ჩემი. იმენა ძმაო, აი არ ვიცი. უკვე ნადგურდება ლას პალმასი ბარსელონას წინააღმდეგ 1 წუთი დაუმატებია საჭს. აი დაასრულე ხა. პირველი ტაიმი 3-0 ნადგურდება ლას პალმასი. ნახოთ უკვე მეორე ტაიმში რა იქნება. 56-44-ზე ბურთის ფლობა. 99 წუთი, აქ ირვინი კარგია. ოპა, ფორლანს გავასროლინო! დიეგო ფორლანი რა გოლი გაიტანა ხო არ გადაო. 4-0, აუ რა ჩაბზრიალა ფორლანმა ხო არ გადაო, ჩემი. აი რატო ვაყენებ ფორლანს EMF-ზე, ანუ ცენტრ ფორვარდი არის, მაგრამ შემტევზე რატო ვაყენებ ფორლანს? აი ამიტო, ბიჭო, აი ამიტო. აუ განმეორებით ეს მომენტი ძმაო, ეს უეჭველი რა. ნახე. ოპა. რა ჩაუბზრიალა ხო არ გადაო და 4-0, ნუ სრული განადგურება ლას პალმასის. აბა, აქ შეიძლება კიდე 1 გოლი გავიტანო ახლა. ოხ, ჩემი ნუ. არ ვიცი ძმაო, არ ვიცი. კაი, ოკეი, კაი, ნუ 5-0. ვახ, და ბოლო კი მატჩი. ოპა, ბიჭო, ჩემი რა იყო ეს ძმაო, იმენა სრული გაფარჩაკება ლას პალმასის, სრული. კაი. ოკეი, გადავიდეთ შემდეგ მატჩზე და 2-2 ითამაშა ატლეტიკომ. აი, ჯიგრებო, აბა, თქვენ იცით, კარგად წარმატებები ძმებო. კაი, კი მატჩი ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ, აბა წავიდა. აი, ნიკო ვილიამს უნდა ვაწამო დღეს ბარსელონაში როგორ გადმოვიდა მაგის გამო. რივენჯი მინდა აუცილებლად, მენა სამაგიეროს გადახდა მინდა ყველა ვარიანტში. ვა, დაიწყო. კაი, ძმებო, თქვენ იქამდე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი. უდესი მადლობა ყველას წინას წარ. კაი, ნუ, დავიწყეთ, აბა. პირდაპირ რა თქმა უნდა ეგრევე შეტევაზე, ნუ არ გამომივიდა ეს შეტევა. ნიკო ვილიამსი ზუსტად ის არის ახლა ბურთით. პასი. კარგი პასი იყო ნიკო ვილიამსის მიმართულებით, ნუ აქ. არა, მაინც გავიდა გადაცემა. კურნი, აი ხელებში აბა რა. პირდაპირ ხა გაუშვათ წინ რუმეს მიმართულებით. კოპლეტი. რიბერი. აბა რიბერი, მიდი ბოლომდე. ნუ არა, ვერა.
ვაიმე რა ვქენი ბიჭო, სად გავაკეთე პასი და იმან რა ქნა ვაფშე, იმან უარეს იქნა. რა იქნებოდა რომ უკან გამოგეტანა ეგ ბურთი, კაი. რაიკარდი მინდოდა შორიდან გამეჭიმა, მაგრამ ნუ ვერაფერი. ნიკო ვილიამსი. შენა ბოლა რა შენ. კაი. ეს ვახ, არა და კარგი პასი იყო თითქოს ნედვედის მიმართულებით. მაგრამ ნუ პარედესმა არ მაცადა. მესი. კარგი პასი ბელეტისკენ, რუმე. ბიჭო რა ბურთი მოხსნა უნაი სიმონმა. ძალიან კარგი ბურთი მოხსნა ძმაო. კაი აბა, ორი წამი. რაიკარდი. ვაიმე მეთქი გამომივათქო ეხლა მაინც. ანუ ვიდეოების გარეთ ვაკეთებ ხოლმე ეგეთ რაღაცას რა, ანუ two options როცა გავაკეთებ, ანუ ნახეთ, two options როცა აკეთებთ იმ დროს, კუთხურის ჩაწოდების დროს, გათამაშების დროს უბრალოდ აი იმ დროს, ანუ ორი კაცი რო ხო წამოვა თქვენკენ რა, ორი კაცი როცა წამოვა თქვენკენ, იმ დროს ერთი კაცი რჩება იმის გარეშე რა, აყვანილი რო არ არის ისე რა. და თავისუფლად შეგიძლიათ რომ თავისუფლად შეგიძლიათ რომ პასი გაუკეთოთ და ნუ მარტივად გაიტანოთ, მაგრამ მე ამ შემთხვევაში არ გამომივიდა რა და ვიდეოს გარეთ ერთი-ორჯერ გამომივიდა რა. გულიტი ამასობაში ნედვედი. პასი ფლანგზე, მესი. ლეო რა კარგია მესი ჩახვევა. არ ვიცი იმენა რა. არ ვიცი ძმაო იმენა ვახ ჩემი. ტიპი არის საღოლ რა კარგად ჩაახვია ხო რაღაცა იმენა უნდა ისიმოს 1-0, კაი. მაგრამ სხვათა შორის ბილბაოს ატლეტიკს ჩვევია, როგორც ასეთი კამბექი და მაინც ჯერ ნუ გამიხარდება, მოდი. მესი, რუმე, გულიტი, რიბერი, კარგი პასი. გულიტის მიმართულებით 38 წუთი. ოპა, კარგი იყო, ნედვედი, გულიტ კაი, აქეთ, რუმე. 2-0. შვენიერი ძმაო, შვენიერი. ანუ ჰაინც რუმენიგი გატანილი გოლის ავტორი მატჩის მეორე 20 წუთზე. განმეორებით ნახოთ ეს მომენტი. ნედვედს არ გაუმართლა, თუმცა რუმენიგს გაუმართლა სამაგიეროდ. კაი, 2-0 ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ დავწინაურდით ორბურთიანი სხვაობით. ანუ აწი მალე იდეაში დაასრულებს კიდევაც პირველ ტაიმს. რავი, რამე ისეთი განსაკუთრებული თუ არ მოხდა, არ ამგონია ხა რომ 2-0-ზე მეტი მორჩეს. აბა. კარგი შეტევა აქვთ. ნიკო ვილიამსისკენ კარგი პასი. არაფერი განსაკუთრებული. 59 წუთია უკვე ბელეტი, რაიკარდი. კარგი პასი მესის მიმართულებით. მესი, ბიჭო რა ბურთებს იტანს ჩემი დედას, ბიჭარო ვინ არის ეს ძმაო? რა ბურთებს იტანს? 3-0 ძმაო, 3-0 მე-60 წუთზე. აი, უნაისიმონ რა ვქნა ძმაო, ანუ შენს და ნიკოს ესპანელები ხართ. ძალიან მევასებით ორივე. მაგრამ ნიკო ბარსელონაში რო არ გამოვიდა მაგის გამო მინდა რივენჯის აღება. და შენ პროსტა რავი. უნდა მოგიგო რა ვქნა. 61 წუთი. ნაი გომეზი, ნიკო ვილიამსი. რა კარგი პასი იყო და 3-1, 63 წუთზე. 3 წუთი მოანდომა სულ რაღაც ბილბაოს ატლეტიკმა რომ გაეტანა ეს გოლი. 3-1. კაი, ნუ აწი ცოტა იმედი მაქვს რომ რაღაც არ დააკამბექებენ, ანუ და კამბექი არის აი მაგალითად ახლა 3-1 ხო ვიგებ და 4-3 რომ მომიგონ რა. ცვლილებები ყველა ვარიანტში მჭირდება. და ეს ამ ბატისტუტა დავაყენოთ წინ ჯობია რა. ბატისტუტა. ნუ მეტი, რავი, პრინციპში კაკა შემოიყვანოთ გულიტის ნაცვლად და წინ წავწიოთ პლატინი. ხო, აი ესე. კი ბატონო, ფორლანი, პლატინი, კაკა, ბატისტუტა და რონალდუ შემოიყვანე. კაი, ნუ მატჩის
64 წუთია მე მგონი, 66 წუთი ბოდიში ბატისტუტა. აი ბიჭო აქ როგორ არ გამიმართლა ვაიმე, როგორ აი ჭები. არა, რა კარგი შეტევა აქ ახლა ბილბაოს ატლეტიკს. აი. კორტნი, დაუში წინ ჯიმა. აი მესი ეს ბიჭო რაღაც აი მესის არ მესმის რა, აი რაღაცა სასწაულ რაღაცებს ჩაატარებს და ესეთ ბურთებს მაზავს. და უშვებს. რა იყო ძმანუ ტიპი შეასრულებს ჰეტრიკს, პოკერს, ავი 5 ასისტს და 10 ასისტს ჩაიწერს და 15 გოლს და ეგეთ რაღაცებს აფუჭებს. უი ეს რა მოხდა? 3-2, ვაიმე. კაკა, ბატისტუტა, ფორლანი, გავყოლთ მესის. ჩაწოდება, ბატისტუტა, რა, ვაიმე. გამოიტანეთ ბიჭო ბურთი რა საკეთებთ? 2-1-ზე გაიტანა მაინც გაიტანა 3-3 ვაიმე. კაი, ეხა ერთი წამეთ. ვაიმე ძმაო, აუ 10 წუთი დარჩა ფრე არ მინდა ამათთან რა. არა, ანუ იმედი მაქვს არ დამიქამბექებენ. ნუ კაი, მატჩ, ოპა, ერთი წამი, კრის. შენი აუ არა ბიჭო აქ ხა კამბექი არ მაწყობს. უიოლ რა კარგი ხარ გენაცვალე მე შენ გულში. 5 წუთი. კაი ძმებო 2 წამი უნდა გავჩუმდე ხა. აბარა გოლასო. აი რას ნიშნავს კონცენტრირებული რო ხარ? მიშელ პლატინი 90 წუთზე. მატჩის 90 წუთზე მიშელ პლატინი ხდება მატჩის გმირი. აუ რა კონცენტრირებული ვიყავი ხო არ გადავა აქ ბელეტიმ რა კარგი პასი გააკეთა და ბატისტუტამაც რა კარგად დაუტოვა და მიშელ პლატინი აბა რა. ვახ გენაცვალე, კაი რამდენი წუთს დაამატებს ახლა? 6 წუთი თამაშის გადასარჩენად. ბილბაოს ატლეტიკს ეძლევა შანსი, სერიოზული შანსი თან რა 6 წუთი რა ამბავია ჩემ. მაქსიმუმი დაამატა. ავა. შეტევაზე არიან განმოსულები ყველანაირად. თხილად უნდა ვითამაშო აქ. ბატისტუტა, კრის. ბატისტუტა როგორ ვერ გაატარეს და დასრულდა ბიჭო, დასრულდა კი არა აღსრულდა. ვახ, ეს რა იყო ძმაო, ეს რა იყო. ძალიან კარგი მატჩი იყო, აი, კი მატჩ როგორც შეეფერებოდა, ისეთი მატჩი იყო. კაი, ძმებო, მოკლედ, ესეთი იყო ჩვენ დღევანდელი ვიდეო. თუ მოგეწონათ დაალაიქეთ ეს ვიდეო. მინიმუმ 200 ლაიქზე უნდა ავივიდეს ეს ვიდეო. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღელაკი და მე კიდე იზოლამჩენია რომ დაგემშვიდობოთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye bye.